სიტყვების ღრუბელი. ამაზე რეგისტრაცია არ გჭირდებათ, უბრალოდ უნდა დააწყაპოთ და გადახვალთ. wordclouds.com სიტყვების ღრუბელი პლუს დააწყაპებთ პლუსი და ჩაწერთ wordclouds.com დააწყაპებთ და გადმოხვალთ ამ გვერდზე. დავიწყოთ? დავიწყოთ. პირველ რიგში ჩვენ გვინდა ავირჩიოთ ფიგურა. ფიგურებს ნახავთ shape რომ აწერია მესამეს რასაც ხედავთ, აი ეს არის shape. ეს ღილაკები არ გამოვთოთ მეგობრებო, ეს არის პირველი ავტომატურად რომ მოარგოს თქვენი ტექსტი და მეორე, ნახეთ ეს რომ გამოვთო რანაირი იქნება, სიტყვები არ მეყოფა, ეს რომ გამოვთო. მეორე რომ გამოვთო, მეორე სიტყვებს არ გაიმეორებს და იქნება ასე ძალიან ზერელეთ, ნახეთ. მეჩხერი. ანუ ორივე კარგი არის იმისთვის, რომ შეივსოს და ლამაზი გამოვიდეს. ფიგურები. shape გადავიდეთ და ვნახოთ, აქ ბევრი ვარიანტია. პირველი არის აიქონები, რა გინდათ? ეს ყველაფერი დიდი ფიგურებია მერე. ოღონდ ფორმა უნდა აირჩიოთ, რომელი გინდათ, რისი ფორმა გინდათ. პეპელაც აქ იყო მერე სადღაც. მეორე ვარიანტი არის ფერადი ფიგურები. ნახეთ? დალაგებულია ესენი თავისი მისალოცები, ტანსაცმელი, მოწყობილობები, თამაშებიო. ერთ-ერთი აირჩიეთ, რომელიც გინდათ. აი, მაგალითად ამას ავირჩევ მე. სამყურა ბალახი, ჯერ რომ ეძახით. მესამე აი ამაში ერთი ხო იყო შავ-თეთრი, მეორე ფერადი. შემდეგი არის რუკები. რუკაში რასაც ჩაწერთ, თუ ჩაწერთ J, ნახეთ საქართველოს რუკას ამოაგდებს. შემდეგი არის, ისევ შეიპებში შევდივარ, ტექსტი. აშ ჩავწერ ქართულად. და დავაწყაპებ apply. რა შეგიძლიათ იცით გააკეთოთ? აი ეს ასოები გაავსოთ სიტყვებით, რამდენიმე სურათი ჩამოტვირთოთ და მერე დაალაგოთ. თუ მაინც და მაინც სიტყვა გინდათ მთლიანად შეავსოთ. ღრუბელით იყოს თითოეული ასო. მე საქართველოს ვეძებდი, საქართველოს ვერ მივაგენი. აი შეხედეთ მეპს. ხო აირჩევთ და მერე ქვეყნის სახელწოდება უნდა ჩაწეროთ, როგორც ქვია, საქართველოს ქვია J. ჯორჯია. J მარტო? და დააწყაპებთ ამას. ამას ავირჩევ, აი ნატურას. კარგი, ნებისმიერი აირჩიეთ და გადავიდეთ ახლა ტექსტზე. shape გავიგეთ უკვე როგორ არის. გამოვთავ ამას, ახლა ტექსტი გვინდა. ყველაზე მნიშვნელოვანი. ტექსტი ნახეთ word list ამას ქვია ტექსტი. თუ უკვე მაქვს ტექსტი, შემიძლია შევიდე და დავარედაქტირო. შემიძლია ყველა წავშალო, all წავშალე და აქ სათითაოდ ჩავწერო, აი დავამატებ სიტყვას. მაგალითად, ცოდნა, ეს ერთი დავამატე. ყოველ დამატებაზე უნდა დააწყაპოთ apply. ნახეთ მარტო ცოდნა დამიწერა. იმეორებს და იმეორებს. კიდევ შევალ დავარედაქტირებ, კიდევ დავამატებ სიტყვას. განათლება. ოღონდ ამას ცოტათი იმას დავაპატარავებ, უციანი იყოს ეს. და კიდევ apply. ან შემიძლია კიდევ დავამატო ახალი სიტყვა აქვე. ეს იყოს მაგალითად 15-იანი, ზომებია ესენი მეგობრებო, სხვადასხვა ზომისა. აი აქ ჩავწერ სკოლა მაგალითად. კიდევ რა, პლუს დავაჭერ კიდევ. შემდეგ ეს უკვე იყოს 10 სტოლი, ახლა ჩავწერ წიგნი.
მონდომება. გასაგებია, რას ვაკეთებ ახლა? რამდენიმე სიტყვა ჩავსვი და apply-ს მივცემ და აი ეს სიტყვები მოარგო. მაგრამ მე უკეთესი მინდა, ასეთი არ მინდა, შევალ ისევ edit-ში და შემიძლია მე აი ეს სიტყვები, რადგან ცოტა მეჩვენება, ან ცალკე რომელიმე სიტყვა მოვნიშნო და ეს სიტყვა დავაკოპირო, მხოლოდ ნახეთ მეორეც გაჩნდა. ან წიგნი დავაკოპირო, ან ამას თუ დავაჭერ, ყველას დააკოპირებს. კიდევ დავაკოპირებ, რომ ბევრი სიტყვები მქონდეს. და apply-ს მივცემ. აბა შევხედო ახლა რა ხდება. აი რაღაც შეიცვალა. ჯერჯერობით ასეთია. ახლა შემიძლია ფორმა შევცვალო ამისი, მაგალითად, სხვა რამეს ავირჩევ. ავირჩევ მანქანას ავირჩევ დაუშვათ. ფერებით შეიცვალა. აი მანქანა სხვა ფერებით შეავსო უკვე. ფორმის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ტექსტი დარჩება იგივე. ფონტებში გადავიდეთ. ფონტები. ფონტი ქართულს არ აქვს, ინგლისურად რაც გინდათ, როგორც გინდათ აირჩევთ. ფონტის გარდა თქვენ შეგიძლიათ ტექსტის მიმართულება შეცვალოთ. საითაც გინდათ, აბა შევცვალოთ, დიაგონალურს ავირჩევ. ნახეთ როგორ სხვანაირი გამოვიდა. Direction-ი არის მიმართულებები. აი აქეთ ნებისმიერი შემთხვევითი მეთქი. ატყობთ ხო? განსხვავებულია. შემდეგი ფერებში გადავალ. აი აქ თემებია ჩამოთვლილი და რომელ თემასაც ავირჩევ, იმ ფერებში გადაწყვეტს ყველაფერს. ეს ხო დავაწყაპე? ეხლა ნახეთ, apply-ს დავაჭერ და შეიცვლება ფერები. ეხლა კიდევ შევალ ფერებში და აბა სხვა თემას ავირჩევ. დაუშვათ აი ეს ავირჩიე. ლურჯ ფონზე გააკეთა. აი მაგალითად ამას ავირჩევ. apply ყოველი არჩევანის მერე უნდა დააწყაპოთ. გამოვიდა ასეთი. თავიდან გადავხედო. ავირჩიეთ ფორმები. ბევრნაირი ფორმა იყო. ფონტები, ინგლისურს აქვს მხოლოდ. მიმართულებები, რომელიც გინდათ. ფერები აქ თუ არ არის, ნახეთ გრადიენტული ფერებიც არის. ცადოთ ამას რას უზამს. ოდნავ შეცვალა ფერები. შემდეგ, ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ტექსტის ჩაწერა. დავუბრუნდეთ ისე word lists და edit-ი ხო ნახეთ უკვე როგორ შეგეძლოთ ტექსტის ჩაწერა. ეს ავირჩიოთ extract word from text. ამას დავაჭერ და დავაკოპირებ სადღაც ტექსტ და იმ დაკოპირებულს ჩავდებ. წავალ ინტერნეტში სადღაც მოვძებნი ინტერნეტში რამე ტექსტ, აი ამ ნაწილს წამოვიღებ მაგალითად, დავაკოპირებ, copy, ხედავთ რას ვაკეთებ. ტექსტი დავაკოპირე და აქ ჩავსვამ იმ ტექსტს. და დავაწყაპებ apply. დაამუშავა და ჩაყარა სიტყვები. მე სხვადასხვა ზომის სიტყვა მინდოდა და შევალ ახლა word list-ში, edit-ში უკვე და რომელი სიტყვაც მინდა, იმაზე დავდგები და გავადიდებ. აი ამას დავუწერ 15-ს დაუშვათ. რომელიც უფრო მნიშვნელოვანია განათლებას დავუწერ მაგალითად 25-ს. ჯერჯერობით ამას შევხედოთ, აბა და ამის მერე დავაწყაპებ apply. ნახეთ, რომელიც მნიშვნელოვანი სიტყვები იყო, ისინი გამიდიდა, სხვები წვრილები დატოვა.
ქალბატონო ნანა, უთხოვრად რომ აწერია ინგლისური სიტყვები, როგორ შლით? edit-ში შევა. სიტყვა აქ რო დაგხვდება სიტყვა, აი მაგალითად ჩავაწყაბებ, ამას წაშლით შეულებრივად, აჰა, წავშლი და ახალს დავწერ. აჰა. მოსწავლე ჩავწერ. მოსწავლე და დავამატებ. ან ჯერ მეორე სიტყვასაც დავამატებ, აი, მასწავლებელი. ანუ ეგ მაინც არ გამოჩნდება, უბრალოდ იქ გაჩვენებს, რომ აქ უნდა ჩაწერო ახალი სიტყვაო. ახალ სიტყვას რომ დაამატებთ, ცვლილება თუ გინდათ შეიტანოთ, F-ლის უნდა დააწყაპოთ. და აქ სადღაც უნდა გამოჩნდეს მოსწავლე და ნახეთ, მოსწავლე და მასწავლებელი გამოაჩინა. ეხლა ძალიან ცოტა სიტყვებია ატყობთ, ხო, რაღაცა მიყრილ-მოყრილია, წვრილები. ამიტომ შევალ ისევ edit-ში და ყველაფერს დავაკოპირებ. და apply-ს მივცე. იმის დანარჩენები ძალიან დიდი განსხვავებაა ძალიან, ხო, იმიტომ რომ 25-სა და 1-ს შორის იყო ძალიან დიდი განსხვავება. ცალ-ცალკე სიტყვები როგორ შევიტანოთ, ეს გავიგეთ. მერე სულ word list-ში როგორ გადმოვიტანოთ, დავაკოპიროთ ტექსტი და ჩავსვათ, ესეც გავიგეთ. ავიღებ ამის BMOVs, გადმოვალ და ნახეთ word list-ში რომ შევალ, PDF დოკუმენტის ატვირთვაც შეგიძლიათ, Word-ის დოკუმენტის ატვირთვაც შეგიძლიათ, ზედ რაც წერია და მისამართით BMOVs ჩავსვამ აქ. ჩავსვამ BMOVs და apply. და ჩამისვამს იქ რაც ეწერა. აი პროექტის აღწერა შეგიძლიათ დააკოპიროთ. წამოიღოთ და ჩაყაროთ ის სიტყვები. და ნახეთ ზოგი ძალიან მსხვილი რომ არის, ამათ დავაპატარავებ. 5-ს დავუწერ დავუშვათ. 7-ს დავუწერ ამას. ყოველ ჯერზე შეგიძლიათ ამის სიდიდეები გაადიდოთ ან დააპატარავთ. გადავიდეთ შემდეგზე ახლა. აი აქ მესკ რომ წერია, ამაში შევიდეთ. გამჭვირვალობა შეგვიძლია შევცვალოთ ამ ფიგურისა. ნახეთ ძალიან მკრთალი გამოჩნდა. ან ბოლომდე გაამუქოთ. შემდეგ ამ ეგრეთ წოდებული ნიღბის შებრუნება, მაგალითად, აი ამას თუ დავაწყაპებ, აბა დააკვირდით ახლა რა მოხდება. ნახეთ, გარედან დაფარა ტექსტი და თვითონ დატოვა ტექსტის გარეშე. ფერები აქედან შეგიძლიათ აირჩიოთ, რა ფერებიც გინდათ. მაგალითად, ლურჯს ავირჩევ. ლურჯი და წითელი ფერები და სხვა. შევალ shape-ში. ავირჩევ მაგალითად აი ამ ბლის კუნწულას. ყველაზე მარტივია ყველაფერი წაშალოთ. და თქვენ რა სიტყვებიც გინდათ ისინი გამოიყენოთ. ჩამოვტვირთოთ ეს. დავაწყაპოთ file, აქედან file და უნდა შევინახოთ save online. შემიძლია წამოვიღო ეს BMUL-ი, გადმოვალ ისევ აქეთ და მეორე ვარიანტი. File შევინახავ ამას სურათის სახით. JPG ან PNG-ც შეგიძლიათ გამჭვირვალე სურათი იქნება. ჩამოვტვირთავ save. შევინახავ ჩემს დესკტოპზე. აჰა, ხოლო ამაზია. ძალიან